დარდობ. იმიტომ რომ სტუდიის საკითხზე აღარ მუშაობდით. დაგვავიწყდა, მაგრამ ამაზე არ იდარდო. შენ მაგმარმა ესეც მოაგვარა. დიახ, მოვაგვარა. რეალტორს შევხვდი. თხოვე რამდენიმე შენობა მოეძებნა. მოძებნა და წავართ დავათვალიერებთ. შევარჩევთ რომელი უფრო მოგვეწონება. ეკო, ჩემო ყვავილო გეფიცები. ვიცი. კომპანიაში საქმეები გვიშლიდა ხალხს. ამიტომაც შევფერხდი და შენც ნერვიულობდი, მაგრამ არაფერია. იქნებ ეს პატარა სტუდია მსხვილ, მუსიკალურ სკოლად გადაიქცეს. შენ როგორ ზეცოცნებობ? არ გინდა გთხოვ. ისიც საკმარისი იქნება თუ არ იდარდებ. ჩემი ყვავილი. მუსა, ამას შეხედე. ციფრების სისტემაში და დოკუმენტში, რომელიც შენ გიჭირავს, ერთმანეთს არ ემთხვევა. ნამდვილად ძმაო. საერთოდ არაფერი ემთხვევა ყველა სვეტში. Bir de her satırda. რა მოხდა, რას უყურებთ? ეფეს თამაშებთან დაკავშირებული საქმეების ანგარიში ვსოთვალიერებდით. რაღაცები არ ემთხვევა ეს რა. ეს რას ნიშნავს, ეფერ ამას თაღლითობდა? შეიძლება, მაგრამ რომ არ ემთხვევა ეს ფაქტია. ძალიან კარგი, მითხარით რა გავაკეთო და დაგახმარებით. არა, ეს რა, შენ წადი და იძინე, ჩვენ სოდას წავიმუშავებთ. მიდი. კარგი, მაშინ არ დავიჯინებ. ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. არა მოსალზე არ გამოვა. მეჰმედს დავურეკავ. რომელ მეჰმედს? ბუღალტერიაში? მეჰმედ გამარჯობა. მაპატია რომ ამ დროს გაწუხებ, მაგრამ რაღაც მინდა რომ გთხოვა. ვიცი იმის გაკეთება, რასაც ახლა გთხოვა შეიძლება, მაგრამ იცი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიის სრული ხარჯთაღრიცხვა მჭირდება. კარგი მეჰმედ, დიდი მადლობა. გელოდები. მუსა, ესეც გამომართვე. კარგი. დილომშვიდობის. რა ადრე გავგეღვიძიათ? არ დაგვიძენია, მაგრამ ამად ღირდა. რასაც ვეძებდით, ვიპოვეთ ეს რა. იპოვეთ? რა იპოვეთ, ოზან, რა ხდება? მტკიცებულება, რომელიც ბატონ ჰილმის უნდა მივცე. ვიპოვეთ. იპოვეთ? რა ხდება, იქნებ მეც მომიყვეთ. რა იპოვეთ, ოზან? რა არის, მეც მეჩვენეთ. უნდა წავიდეთ. შენ ლატალასი წაიყვანე ბაღში, კომპანიაში მოვდი და იქ ვილაპარაკოთ. მანქანაში დაგელოდები. კომპანიაში მოვიდე? ოზან, კომპანიაში არ შეგიშვებენ. ახლა ამჯერად შემიშვებენ. გამარჯობა. მოდი ჩაის დაგისხამ. დამისხი და ის ნამცხრებიც დამიდე. ბევრს ნუ შეჭამ, ვახშამზე ხარ წასასვლელი. სად წახვალთ? არ ვიცი. და არც მაინტერესებს. შემიძლია არც წავიდე. რა მოხდა, რატომ გადაიფიქრე? ტანსაცმელი არ მაქვს. ტანსაცმელი არ გაქვს? შენ არ გაქვს ტანსაცმელი? ხო. თუ ვიძახი რომ არ მაქვს, ესე იგი არ მაქვს მენექშე. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევის შესაფერისი არა. სახში რაც მაქვს, იმ ტანსაცმლით 12 მაღაზიის გახსნა შემიძლია. მიზეზი მაქვს, არ წავალ, არ მინდა. გამარჯობა, ადექი წავედით. არა, სად? საყიდლებზე, არ შემიძლია. ჩემ შულს ფინანსური პრობლემები აქვს, ახლა ვერაფერს ვიყიდი. მე გიყიდი, ფულს მე მოგცემ. შენ? ჯერ შენთვის იყიდე რამე, 6 წელია ერთი და იგივე გაცვია. კრედიტს ავიღებ, შენ რა გადარდებს? აკაურობა შენზეა, ადექი წამოდი. არა, არ წამოვალ. და თან ყელიც მტკივა. ადექი, ეკიმთანაც შევივლით. არ შემიძლია. წამოდი რომ გეუბნები. წამოდი. ძალადობაა. ხო, ძალადობ. ამას ვესვხედავ ბატონო ოზან. Ozan Bey.
ეს რა გამბედაობაა? Cesaret vallahi bravo. ბრavo. აღმოგვეთი ორდერის მოხდავთ მაინც აქ ხარ. Şu anda ჩემი ერთი ზარი და დაგაკავებენ. პოლიციაში დარეკვა საკმარისია. Polis aramam yeter. Yani შეგიძლია დარეკო, პრობლემა არ არის. უკვე გავიგე რაც მინდოდა. neden რაზე ლაპარაკობ? Neden რაზე ვლაპარაკობ? oyun არაგანონიერ თანხებზე, რომელსაც თამაშების კომპანიები გიხდიდნენ ეფე. Ya ben de diyorum. საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი. რა იყო მიზეზი, რის გამოც ასე ბრძოლდი ამ ადამიანს და ივიპოვე? Ama buldum. Parayı შენი პრობლემა ფულში იყო შვილო. თავიდან მოგეთქვა, როგორც ჩანს ფეხებში გებლანდებოდი. რას ბოდავ, რა არაგანონიერი თანხები, ვერაფერს დაამტკიცებ. დავამტკიცებ. ispatlarım. Diyeceğim. ხო, მინდოდა ასე მეთქო, მაგრამ Zaten ისედაც უკვე დავამტკიცა. Şimdi ბატონი Hilmi Bey ჰილმინი ზემოთ არის. ödemeleri ტრანზაქციებს სწავლობს. da უკვე დიდი ხნის წინ დაამთავრებდა. yani როგორც anlayacağım. ხვდები ეფემ, Senin შენს ნამდვილ სახეს ახლა ისიც ხედავს, მაგრამ მე შენს სავით სასტიკი არ ვიქნები. Sen gidip შენს ნივთებს შეალაგებ და შემდეგ თუ ვინმესთან დამშვიდობება გჭირდება, თუ გეიქნება ვინმე ასეთი, გამოემშვიდობები. veda edeceksin. Böyle bir şey yok. სისულელეა. Ben amcamla ბიძიას დაველაპარაკები და ყველაფერს ვეთქვი. მიდი უთხარი, თუ მოგისმეს. ჩემო ყვავილო, მე გავიქეცი. Hadi ben kaçtım. სად რა მოხდა? Ya Ozan ოზანმა დამირეკა, კომპანიაში დამიბარა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნუღელა. როგორც კი გამოვალ დაგირეკავ. gösterici yerlere gidip bakarız. Ha? ამ საღამოს გეგმები მაქვს. მეგობრებს ხვდები. Oo, მეგობრებს ხვდები? bayılırım sanat ამას ახლა ასე ჰქვია? მეგობრები? Tamam gideriz. მეგობრებთან ერთად მივდივარ ეკო. კარგი. Tamam. შენი მეგობრები სატანას მომიწევს. სხვა რა გზაა? Tamam. კარგი მეძავედი. Gittim o zaman. Bak senin უხედავ შენს გამოვითმენ. ასე რომ შეხვედრამდე. არა, ასე არ შეიძლება. ეს საკითხი უნდა მოაგვარო ელიფ. ეს საკითხი ამ საღამოს უნდა მოაგვარო. დღემშვიდობის. დღემშვიდობის გალბატონო ესრა. ირენ, ოზანი არ გინახავს? აქ იყო. მადლობა. ოზან, მომიყვები რა მოხდა? დროულად მოხვედი ესრა. მე შინოდა რომ გამოტოვებდი. რა? ოზან არაფერი მესმის. აქ როგორ შემოხვედი? მე როგორ შემოვედი? Niye girmiyor? რატომაც არა, ეს ხომ ჩემი კომპანია. ანდახანამი შეხსენება საჭიროა, მაგრამ ეს არაფერია. Ha? აი, Bak კაცი რომელიც უნდა წავიდეს. Kom ხომ არაფერი დაგავიწყდება? აბა ერთი მაჩვენე. Varsa git al. თუ დაგავიწყდა და ბრუნდი და იღებ. Şirkete giremeyeceğim. იმიტომ რომ აქ ამ კომპანიაში აღარასდროს შემოხვალ. Hadi hadi. მიდი. მიდი. ოზან რა ხდება? Hilmi Bey. ბატონო ჰილმე. ბატონო ხილმე, ესრა. კარგია რომ აქ ხარ, თქვენ მართლები იყავით. Siz haklıymışsınız. ეფე ჩემი წარმომადგენელი ნამდვილად არ უნდა იყოს. მე მაპატიეთ. Borcum var ikinize de. Ne demek? აბა რას ამბობთ ბატონო ჰილმე? Ama მაგრამ ვფიქრობ, უკეთესი იქნება რჩევას თუ გეკითხავთ ხოლმე. benim ეს aldığım გაკვეთილი უკვე ვისწავლე. Öyle öyle. ასეა. Artık ben ახლა de შეგიძლია ის გააკეთო, რაც გინდა ოზან. Seni daha ადრეც önce de მომწონდი, მაგრამ ახლა Ondan sonra სრულიად გეჯერ მხარს. senin arkandayım. çok teşekkür დიდი ederim. მადლობა ბატონო ჰილმე. შეხვედრამდე. Görüşmek üzere. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. ოზან რა ხდება? მომიყევი. Şöyle. კარგი. გუშინ დოკუმენტებს ხომ ვამოწმებდი და ვეძახდი რომ რაღაც შეუსაბამოები იყო. ხო, ოდოთხოვე ხარს დაღრიცხვა გამოეგზავნათ. როგორც ჩანს ეფე კომპანიებისგან თანხებს იღებდა. რა? ეს რომ არ შემემჩნე, ამას გააგრძელებდა. Hatta bizim hiç იმ კომპანიებთან თანამშრომლობდა, რომელთანაც საქმე არასდროს აგვიჭერია. და ეს ყველაფერი ამიტომაც მოხდა. ანუ ეფეს კომპანიის საშუალებით ბულის კეთება უნდოდა. ოზან, ყველაფერი დასრულდა. ხო, ეს პრობლემა თავიდან მოვიშორეთ. მოვიშორეთ, მაგრამ უამრავი საქმე გვაქვს. მაგ კომპანიებთან ყველა კონტაქტი უნდა გავწყვიდოთ. ბატონო ოზან, გამოდმებით გვირეკავენ, თქვენთან უნდათ საუბარი. კარგი, მოვდივარ. benim artık წავედი. კარგი.
როგორ შეიძლება კაბა ასეთი ძვირი ღირდეს? იმდენი ღირდა 30 წელი უნდა ატარო. ზუმრუდ კორფალის იაფფასიანი დასაცმელი არაცვია მენექშე. გარდა ამისა, ჩემი წყალობით ხარისხიან ქსოვილებს შეეხე. და ნუწუწუნებ, შენი იდეა იყო. არ წუწუნებ მართლა. და ეს ყველაფერი კარგად დასრულდეს. ამდენი ფული ტყუილად ხომ არ დავხარჯე? ბოლო კაბა ისე მიხდებოდა არა? ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. მოდების ფულზე მდებელი ვითიბლი ქუჩაში ზუმრუდ. არა, არ შეიძლება. ახლავე უნდა დავაბრუნოთ. არ მინდა მასა გამოვიყურებოდე. ცოტა უფრო სერიოზული უნდა ვიყო. ზუმრუდ, სამი კაბა იყიდე. ყველაზე ხასხასა ფერები. შემდეგ კი იძახი, რომ არ გინდა ასე გამოიყურებოდე. სამი რამ იყიდე, სამი. ერთმანეთს შეუნაცვლებ. წამოდი, რა მოხდა? ზუმრუდ. ზუმრუდ. ზუმრუდ, თვის გულისათვის ასე სწრაფად მუგარბი ხარ, ვერ გეწევი. ქალბატონო ზუმრუდ. ბატონო, ჯერ არ გადაგიფიქრებია? არ გინდა. ნუ ერევი. მიპასუხე კი თუ არა? ხო, რა თქმა უნდა, ქალბატონო ზუმრუდ. კარგი, მაშინ ცოლად მომიყვანე. უნდა გენახა ეფე როგორ გაიძულწა ზენო, უკანაც კი არ მოუხედავს. ძალიან მიხარია, გეპიცები გულზე მომეშვა. არ თქვა, მეც ძალიან მიხარია, რადგან ამას გაუმკლავდით, ახლა მე და ოზანიც შერიგებას შევძლებთ. აქამდე არაფერს ვამბობდი, იმიტომ რომ კომპანია შავდღეში იყო, მაგრამ ახლა ამ ბეჭედს გავიკეთებ. ბეჭედი უნდა მაჩუქოს. ოზანი, რომელსაც ვიცნობ, დაუყოვნებლივ გაჩუქებდა. ახლა დაკავებულია. კომპანიის საქმეებს აგვარებს, ამიტომაც დაავიწყდა. თუ არა და ჩემი ოზანი დიდი ხნის წინ მაჩუქებდა ბეჭედს. მაინც მაჩუქებს. მაჩუქებს, რატომაც არა? მაჩუქებს კი? ყველაფერი იქნება. ეს რა მოხდა რამე? არაფერი. უბრალოდ აქვე ვიყავი, გადავწყვიტე გამეგარ როგორ მიდის საქმეები. როგორც ხედავ მუშაობ, მალე ადვოკატის მამა და კონტრაქტებს გადავხედავთ. ამ კონტრაქტებს? ამათ? ხო. რა მოხდა? თითი ამტკივდა ოზან. აი აქ. საშიში არაფერია. მაგრამ თუ გინდა ვინმეს ვთხოვოთ, რომ აფთიაქში წავიდეს. არა, არ გინდა. გამიარა. ხომ გითხარი? ოზან. პოლიციის განყოფილებაში ისე სასიამოვნოდ საუბრობდით, ჩვენი დედები რომ არა, კიდევ გავაგრძელებდით. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, არა? ხო, რა თავგადასავალი იყო. თავგადასავალი? მართლა ძალიან საინტერესო თავგადასავალი იყო. ეს რა შენ რამეს თქმა ხომ არ გინდოდა? ხომ გითხარი მუშაობ? ადვოკატს ველოდები. ოზან, არ გონია რომ რაღაც დაგვჭა დასასრულებელი. ჩვენ შორის ყველაფერი ძალიან კარგადაა, ყველაფერს უმკლავდებით. თერაპიაც გვეხმარება და მეც სახლში დავბრუნდი. ეს ხომ ძალიან კარგია? რა სიტყვი? ძალიან კარგია. კენორის გარეშე სახლში მოწყენილობა იქნებოდა. მართალი ხარ? მე რაღაც საქმეები უნდა დავამთავრო. მოკლედ ამჯერად ყველაფერს სერიოზულად უნდა მივდგეთ. შეცდომები რომ არ გავიმეოროთ.
სერიოზულად? Daha yavaş Daim. ilerleyelim. ყველაფერი ნელა განვითარდეს. ნელა და სერიოზულად. კარგი ოზან. ნაბიჯ წავიდეთ წინ. ბატონო ოზან, ადვოკატი მოვიდა. რა თქმა უნდა, მობრძანდით. ოზან, მაშინ მე წავალ. შეხვედრამდე. გთხოვთ დაბრძანდით. ამას არა უშავს, მაგრამ ჩემი ოცნების საქორწილო კაბა ვერ ვიპოვე. იქნებ მკერავთან წავიდე. ვეტყვი რომ პრინცესას კაბა მინდა. წელში წვრილი და ქვემოთ გაშლილი. ასეც მოვიქცევი. არა, რას ვაკეთებ? ახალგაზრდა გოგოსავით ვიქცევი. გადავიფიქრე. უბრალოდ თეთრ კაბას ჩავიცვა. გაგიჟდი. საერთოდ გაგიჟდი. სხვას ჩაეხუტა და ამიტომ სხვას შესთავაზე შენზე დაქორწინებულიყო. ასე შეიძლება? საერთოდ გაგიჟდით. შეიძლება. ხომ დაინახე როგორ ეხუტებოდა. ასე ანაკონდასავით. რას ამბობ? ხო, ქალბატონო მენექშე. შენ ვერ მიხვდები, იმიტომ რომ შენ ასეთი რამ არ შეგემთხვა, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ. თუ დაინახავ რომ ქალი და კაცი ერთმანეთს ასე ეხვევიან, ნიშნავს რომ მათ შორის რაღაცაა. ეს ნიშნავს რომ რაღაც მოხდა. საყვარელო ასე რომც იყოს, სხვაზე უნდა გათხოვდე? რატომაც არა, მაგრამ არ მოგწონს. მომეწონება. დაავიწყდება ცოლად რომ მოგეყვანა. შევახსენებ. ანდახან შევახსენებ რომ დაქორწინებულები ვართ. მერე რა, გაახსენდება, დიდი ამბავი. გავთხოვდები და ძალიან ბედნიერი ვიქნები. ისე მოიქეცი როგორც გინდა ზუმრუთ, მე წავედი. წადი და ესენიც წაიღე. წაიღე. ჩემს ქორწილში ჩაიცვამ. არ მინდა. არანორმალური ხარ. რა მოხდა? რა მოხდა? მოვედი, რა მე მოხდა? Hoş geldin. გამიხარდა შენი გამოჩენა ზეინო. მეც მიხარია. კომპანიას ემუქრება რამო? არა ძვირფასო კომპანია საიმედო ხელშია. ნუ ველავ. და? Seni anlatacak şimdi. შეფი ახლა ყველაფერს აგიხსნის. და შენც გამარჯობა. მაპატია ჩემო სიცოცხლებ ნერვიულობდი გამომრჩა. Neyse. კარგი მეგობრებო. Arkadaşlar. მოკლედ საქმე gündemimiz ეს რას ეხება? bana bu ამ akşam საღამოს უნდა დამეხმაროთ. და საღამოს რა ხდება? ჩემთვის მთავარი თემა ელეფია და არა ეს რა. ამ საღამოს გამოფენაზე მივდივარ. გეგმები უკვე დავალაგე. გამოფენა. ხო, ანუ გეგმები გაქვს. რა თქმა უნდა. plan yaptın yani. კარგი. მაშინ შენ გამოირიცხე. O zaman bütün მაშინ ყველაფერი შენზეა ზეინო. bu akşam için იზრუნე რომ ეს რა სახლიდან შორს იყოს. რატომ? çünkü bu იმიტომ რომ ამჯერად მინდა ყველაფერი ისე იყოს როგორც იმსახურებს. შუბლზე მაკოცა და თან იძახის რომ სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ამაზე უფრო სერიოზულად როგორ უნდა მივუდგეს? 5 წელი, 2 წელი და კიდევ ახლა. რომელი წელი შეიძლება იყოს უფრო სერიოზულად განწყობილი? სიურპრიზი. ზეინო. გამეხარდა შენი ნახვა, აქ საიდან გაჩდი? მეგობარი მომენატრა და მოვედი. მე? 2 წუთის წინ არ ვისაუბრეთ, როდის მოასწარე? შენთან რომანტიული ვერ ვიქნები. მუსასთან მოვედი, მან კი ნერვები მომიშალა. თუ გცალია ყავა დავლიოთ. ჩვენებზე ვილაპარაკოთ. წამოდი, ცხოვრება გავუმწაროთ. ბოლო მოუღოთ. სახლში ჩიფსები და შოკოლადი იყო. სახლში არ მინდა. იქ რა დაგვრჩენია? მოდი ატლასი გამოვიყვანოთ და მენექშესთან წავიდეთ. ატლას მენექშე მიხედავს, ჩვენ ყავას დავლერთ. კარგი ზეინო, ჩემთვის სულ ერთია, მთავარია ისინი გავჭოროთ. წამოდი. დედიკო, რას ნიშნავს ქორწილი? ქორწილი, როცა ორი ადამიანი წყვეტს, რომ ერთად იყვნენ. კარგი დედიკო, კარგი, გავიგე. დიდი მადლობა.
ხომ მიხდი რომ ამას არ გეკითხებოდი. რა მოხდა? გათხოვება რატომ გადაწყვეტე? არ მესმის. გავთხოვდები. მასზე? ხო, იმ კაცზე ვთხოვდები. შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში. ღმერთო. ნახე, ის მოვიდა. თავხედი. არ წვენია ჩემთან რომ მოდის. გამარჯობა ქალბატონო ზომროთ, მზად თუ ხართ? არ ვარ და არც ვიქნები. არ გინდათ ქალბატონო ზომროთ, ხოლო 10 წუთი დავაგვიანებ. მთელი ცხოვრება დაგაგვიანდა, მაგრამ ამას ვერ ხვდები. ქალბატონო ზომროთ, ჩემი ქალიშვილი ჩამოვიდა იზმერიდან. სახლამდე მევაცილე, მაპატიემ. ქალიშვილი? ო, იზმერში ცხოვრობს. მოვენადრე და ჩამოვიდა. უთხარი რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა და მასთან დროს ხვალ გავატარებ. Yarın hasret gidereceğim kızımla. ქალბატონო ზომროთ, ქალბატონო ზომროთ. მომილოცეთ, მომილოცეთ. ეს რას ნიშნავს? საკორწინო გამფეტები ავარჩია და თხოვენოში დაემატებინათ. მხოლოდ თარიღის შერჩევა გადარჩა. ზეინო, ამას უფრო სერიოზულად მიუდექი. ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით. ეს რას ნიშნავს? რას? ასე რატომ ვიქცევით? როდემდე შეიძლება? იქამდე უნდა ვიცადოთ, სანამ არ დავბერდებით? იქნებ მართალია. უკეთესი იქნება თუ ურთიერთობა უფრო ნელა განვითარდება, ხომ იცი როგორც ამბობენ. ზეინო არ მჯერა, ჯერ კიდევ ოზანს იცავ. ახლაც კი. იქნებ იცის რა ზელაპარაკობს. მასზე ასან უბრაზო. რა უნდა იცოდეს? რა იცის? მითხარი ზეინო. ამ თითზე ბეჭედი რატომ არაა? შეხედე, რატომ არაა? ბეჭედი რატომ არ მაქვს? ხელს ნუმალავ, მაჩვენე. შეხედე, შენ გააქვს ბეჭედი. და რატომ? რატომ? იმიტომ რომ გათხოვილი ხარ. მას რატომ უკეთია ბეჭედი? ჯერ კიდევ უკეთია, მაშინ მოიხსნას. მოიხსნას? ატაროს. ხო? რას ნიშნავს მოიხსნას? უნდა ატაროს. წყვიდა შებიშლები. ატლასმა მითხრა რომ ბებიასთან დარჩება. ყველა მიმატოვა. მარტო მტოვებენ. კარგი რა, ნუ აჭარბებ. წავალ, ოზანს დაველაპარაკები, არ წახვალ. რას ნიშნავს არ წავალ ზეინო, წავალ და დაველაპარაკები. მასთან დალაპარაკების დროა. არ შეიძლება, არა. აქ იჯდები და მე მომისმენ. მე მოგიყვები, შენ მომისმენ და შემდეგ წახვალ. რა გაყვირებს დაჯექი? მომიყევი. 5 წლის წინ. მომენტი, როცა მუსა პირველად დავინახე. ზეინო იქნებ დაბადებიდან დაგეწყო. რამდენი კილო გაჩნდა და ასე შემდეგ. რომ შემეძლოს მოგიყვებოდი, მაგრამ მაგდენი არ ვიცი. ვერ შეძელია რა? ამბობდი რომ დაშორდებოდი, დღეს კი აქ ხართ. ხომ ხედავ, არ შეგიძლია. ამჯერად შევძლებ. ეკოს ბედნიერებისთვის. ძალიან გავწელე. ამ მხატვრის ნამუშევრები ლონდონშიც მაქვს ნანახი. მაგრამ ეს ბევრად უკეთესია, სულ უფრო და უფრო მაუცებს. მართლა ხო, კარგია, მაგრამ ცოტა აბსტრაქტულია. როგორც ჩანს ეს მოწონს. ხიარული ხარ ეკო? ხო, ეკო ასეთია, ხიარულია. მაგრამ ასეთ რამეებში საერთოდ ვერ ერკვევა. მართალია, ნახაც ფოტოს განასკე ვერ ვარჩევ. უბრალოდ მივშტერები ვარ, მაგრამ ცხენები მომეწონა. კარგი იყო. ერთმანეთში საუბრობდით არა? ჩვენზე? აღიარეთ. იძახდით, ელიფს ეკოსთან რა დარჩენიაო. არ მოვიტყუები. ამას საკუთარ თავს ხანდახან მეც ვეკითხები. ელიფს ეკოსთან რა უნდა? ელიფ მგონი ცოტა ზედმეტი მოგივიდა. რა სიტყვებია? არა ეკო. სიმართლეს ვამბობ. თუ გაწყენინე. ელიფ, ჩემი აზრით უცნაურია ერთად რომ ვართ. მართლა. იმიტომ რომ მაგალითად, კარგად რომ დაფიქრდე, გემოვნებაში საერთოდ ვერ ვემთხვევით. ზუსტად, მართლა არ ვიცი რამ გვაფიქრებინა რომ ერთად უნდა ყოფილიყავით. Bir arada olmaya karar verdik. Ben gerçekten bilmiyorum. ელიფ მოდი ცალკე ვილაპარაკოთ. Olur. კარგი.
კარგი. Ne oluyor ya? რა ხდება? მე მოგიყვები. Elif ne ელიფ oluyor? რა ხდება? Ha? რა ხდება გამაგებინე? Ne oluyor haftalardır? უკვე კვირებია უცნაურად იქცევი. Yardımcı olmaya ცდილობ დაგეხმარო გელაპარაკო. შენ კი ამის საშუალებას არ მაძლევ. Garip şeyler söylüyorsun. უცნაურ რაღაცებს იძახი. İlişkimiz- ჩვენი ურთიერთობა საერთოდ არ არის ისეთი, როგორადა დახსერო. რა ხდება? Sence de უცნაურია. შენი აზრით არა, ეკო, ჩემთვის კი უცნაურია. ერთად რა გვინდა? Ben burada მე ne რა yapıyorum მინდა? ya? Eko bak. ნახე, ეკო. İçerideki ჩემმა arkadaşlarım var ya, მეგობრებმა hepsi bir yerlere geldi. ყველა მათგანმა რაღაცას მიაღწია. ერთ-ერთი მათგანი სადოქტოროს წერს. Bir tanesi მეორე çok უფროსი iyi bir დირიჟორია orkestrada კარგ baş ორკესტრში. Ya ben, და მე ben მე ayrıca გავთხოვდი çocuklara ბავშვებს mandolin მანდარინის çalmıyorum. ხატვას ვასწავლე. Bir de şimdi ახლა კი bebek ბავშვის yapmaya გაჩენას ვცდილობ. Bence çok saçma. ჩემი აზრით სულელურია. Saçma. სისულელებს ნუ ლაპარაკობ. ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს ქორწინებას სისულელეს ნუ უწოდებ. მაგრამ ეს ასია. ეკო, სულელურია და ეს შენც იცი. არა, Farkında değil. ვერ ხვდები? არა, ვერ ხვდები. მე შენთან ბედნიერი ვარ, ელიფ. შენთან ძალიან ბედნიერი ვარ. მეგონა შენც ბედნიერი იყავი. Tamam. კარგი? Çocuk istedim. ბავშვი გვინდა და შენ მოგინდა. Ama როგორც ჩანს მზად არ ვართ. olabilir. იქნებ ამაში ისეთი არაფერია, მაგრამ ახლა რაღაც სხვა ხდება, ელიფ. Ne oluyor? და რა ხდება მითხარი? Ben მე უკვე გარკვეული პერიოდია ვფიქრობ ve hata და yaptım. მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი. Ben o Viyana'da უნივერსიტეტში çok რომ vakit ჩავაბარე, kendi hayatımı ცხოვრება დავინგრიე. ელიფ ასე ნოეძახე. ხო არ გინდა. მე შენ გემოდარებოდი. ფეხებში ჩაგივარდი სწავლა გაგეგრძელებინა. შენ არ შეაბარე. Gitmedi. ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ამგიდებ. hata yaptım. შეცდომა დავუშვი. Eko ben ეკო, დიდი შეცდომა დავუშვი. Büyük hata. დიდი შეცდომა მე ვარ ხომ ასეა? Tamam. კარგი. Tamam. კი ბატონო. Büyük hatayı ამ დიდ შეცდომა შენი ცხოვრებიდან მოვაშორებ gidiyorum. და წავალ. Sen de hayal. შენ კი იმ ცხოვრებით იცხოვრე, როგორზეც შენ ოცნებობ. çok iyi olur. ძალიან კარგი. Çok iyi olur. ძალიან კარგად გამოვიდა. Yani მუსა სახლშიც არ მეხმარება. ძალიან ადრე იძინებს და სამსახურში ძალიან ადრე მიდის. ანუ ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს ეს რა. ძალიან ბევრი. ამაზე მეტი სადარდებელი არ გქონდეს დაო. სხვა რა გითხრა? მე გეუბნები რომ ოზანს აღარ ვუყვარვარ და შენ კი რაზე მელაპარაკები? საკმარისია, წავედი. ყველაფერს პირში მივახლი. არ წახვიდე. ახლა გაბრაზებული ხარ. სალები მოუმზადოთ. გემრიელი ცხელი სალები. ზეინო რა გჭერს? არა სალები, გეუბნები წავალ და ოზანს დაველაპარაკები. ყველაფერს პირში მივახლი. საქმელი უკვე დალაგებული მაქვს. კითხავ და მიპასუხოს. შენ კი მამაჩემს დაურეკე. აქაურობა დაკეტოს. Tamam mı? Efendim Zeynep. ისმენ ზეინო. ოზან, ვეღარ დავაკავე, მოდის, გზაშია. მოვიდეს, მზად ვარ.
უნდა გაგაფრთხილო, ცოტა გაბრაზებულია. არი დარდო მე მეხედავ. ატლასი ხომბებიასთან არის. ხო, ატლასი კარგად არის დარდო. თქვენგან კარგ ამბავს ველოდები. კარგი? კოცნი, კარგად. კარგად ზეინო. Çok sağ ol. მადლობა. შემდეგ ბებიას ერთადერთმა და ძვირფასმა შვილიშვილმა პრინცესას წინ მუხლი მოიყარა. ბეჭედი გაუწოდა და კითხა: "ცოლად გამომყვები?" პრინცესა ძალიან ბედნიერი იყო. ამ მომენტს წლების განმავლობაში ელოდა. პრინცმა ბეჭედი გაუკეთა. პრინცესა სიხარულით მოეხვია პრინცს და ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ზღაპარი აქ დასრულდა. ჩემო ძვირფასო, როგორც მამამ სთხოვა დედას ცოლად გაყოლოდა? მათთან ცოტა სხვანაირად იყო. მაგრამ მათ შემთხვევაში ყოველთვის ყველაფერი ყირაზეა ხოლმე. ჩვენი კაფე ხომ გახსოვს ძვირფასო? ხანძარი გაჩნდა, მე ხანძრები მოვიდნენ. ყველა იქ იყო მოსული. დედა კი ცოტა ჭკუიდან შეიშალა. მამა შენის დანახვისას გაიქცა. მიუახლოვდა და უთხრა: "მოდი დავქორწინდეთო." მამა შენი დაეთანხმა. ეს ხანძარი რომ არა, დედა შენ შეიძლება ეს არც გაეკეთებინა. შეიძლება არ დაქორწინებულიყვნენ. შეიძლება სხვადასხვა გზებით წასულიყვნენ. ცხოვრება ასეთია ძვირფასო. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ, ჩვენს ცხოვრებას ცვლის. აქ სულ მარტო რას აკეთებ? აქ რა გინდა? ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად იყოს. თავს ვიგეგმავთ იმის გამო, რაც არ გვაქვს. აქ მოდი. შენი დედიკო სადაა? აქ მარტო რას აკეთებ? ნუ ტირი, არ გინდა. წამოდი, რამეს გაჭმევ. შემდეგ კი დედიკა ვიპოვოთ, კარგი? ჩემო საყვარელო, შენთვის რამე საჭმელი ვიპოვოთ. ნუ ტირი, კარგი? რამეს გაჭმევთ. ჯერ გაჭმევ, შემდეგ კი დედიკა ვიპოვოთ, კარგი? წამოდი. ჩემი პატარა, ესეც ასე. აი, გემრიელი საჭმელიც. მაგრამ ერთ პატარა მომენტს, ერთ ეპიზოდს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. შეიძლება მთელი ცხოვრება, მთელი ჩვენი გეგმები ყირაზე დააყენოს, ისე რომ ჩვენ ამას ვერც კი გავიაზრებთ. შენ ჯამე, დედიკო სადაა? რძეც გჭირდება. შენი დედიკო სადაა? სად არის? და არა მხოლოდ ჩვენი, ყველა ცხოვრება ვინც გვეყვარს. Her şey kusursuz olur. ჯერად შეცდომა არ იქნება. Her şey. შენი დედა სად არის? სად არის?